მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, რომ ისეთ უღელტეხილებზე, გარდამავალ ეტაპებზე, არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით ალბათ, არამედ შინაგანად, ადამიანურად ვაკითხავ ხოლმე ჩვენ მხედველობაში მყავს, რა თქმა უნდა, აუდიტორია, რომელიც მისმენს და მაყურადებს, მე და ეს აუდიტორია, რომელთაც მე ვთვლი ჩემს ახლობელ ადამიანებად, ჩემს ძმებად, ჩემს დებად, შვილებად. არ ვიცი, ჩვენ ვართ შინაგანად თანამოაზრენი, ჩუმად, უხილავად, ისე რომ ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ერთნაირად ფიქრობთ, ერთნაირად ვითარდებით, ეს კი ცოტას არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვადგავართ რაღაცა გზას, სააზროვნო გზას, რომელსაც მე ჩემს საუბრებში უკავშირებ ქართული სახელმწიფოს წმინდა წარმომავლობას, ასე ვეძახი, ასე ვამბობ, შეიძლება კანიერი განცხადება, მაგრამ რეალურად ასე ვგრძნობ და ასე განვიცდი. ხშირად ობიექტივის ეთერში როცა გამოვდიოდი და ადრეც გადაცემალ აზიერშიც ხშირად აღნიშნავდი, რომ მე ვამბობ იმას, რასაც ვატარებ. ყოველთვის ვარ გულწრფელი და ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც და ვისაც წარმოვადგენ. ხოლო ვის წარმოვადგენ პირველ რიგში, ხშირად მithქვამს ესეც შეიძლება ისე ხაზგასმით არა და ისე კატეგორიულად და რა თქმა უნდა ეს საფრთხილოც არის და საპასუხისმგებლოც ძალიან ფაქიზი თემაა. ვამბობ, რომ ქართული სახელმწიფოს წმინდა წარმომავლობა, რაც ჩემთვის პირადად ძალიან ღრმად და ინტიმურად, შინაგანად პირველ რიგში ნიშნავს მდუმარების ხვაცში მყოფ ბერ-ნიკოლოსთან ჩემს პირად ვმას და ურთიერთობას და მაკადნიერებს, როცა ასეთ რამეს ვამბობ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ ვართ მაინც კი არა და ვართ თანაკლასელი. გარდა იმისა, რომ ბერ-ნიკოლოზ მაქარაშვილი არის ჩემი თანაკლასელი და ბაღშიც ერთად ვიყავით, როგორც იტყვიან, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. რა თქმა უნდა, დღეს ამას ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ მისი თანაკლასელი, იმიტომ რომ ის უკვე სრულიად სხვა განზომილებაში მოაზროვნე ფიგურაა, სულიერი ფიგურა. მაგრამ მე ვთვლი, რაც მაკადნიერებს ყველაზე უფრო ის არის ის, რომ სააზროვნო ურთიერთობა ბერ-ნიკოლოსთან ქართული სახელმწიფო აზროვნების სიბრტყე მაქვს მხედველობაში დიდი ხანია მოდის ჩვენი ურთიერთობა. სხვათა შორის მან დამიწერა თავის დროზე, რომ ბოლო ქალი იქნება და მე მაშინვე ვიგულისხმე ჩემ გულში, რომ ლაპარაკი იყო მეფის წინა ბოლო პრეზიდენტზე. წმინდა მეფის წინა ბოლო პრეზიდენტზე. აი ეს წმინდა ჩემთვის გადამწყვეტია, იმიტომ რომ მეფე მხოლოდ ის არის ნამდვილი მეფე, ვინც მეუფეს უკავშირდება და მეუფისგან მომდინარეობს, ანუ წმინდა. სხვა შემთხვევაში მეფე არის ბუტაფორია და არის უბრალოდ თოჯინა, ასე ვთქვათ, სისტემის ხელში და ასეთ მეფეს არ ვუსურვებდი არც საქართველოს და არც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ქვეყანას. მაგრამ ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ბერ-ნიკოლოზ მაქარაშვილმა ერთხელ დამიწერა მე პირადად, როდესაც ლაპარაკი იყო სატელევიზიო საუბრებზე და გადაცემებზე, აი გირჩევ რაღაცას, რჩევები მომცა ამ გადაცემებთან დაკავშირებით და ერთ-ერთ თავის ნაწერში აღნიშნა. გირჩევ და ფრჩხილებში დააწერა იგივე საკუთარ თავს. მეორეგან შენი ჭკუა არ მჭირდება. მე ეს ყველაფერი ობიექტივის ეთერში ვთქვი. რას ნიშნავს შენი ჭკუა არ მჭირდება? ეს ნიშნავს, რომ ალბათ მე ვფიქრობ ასე, ამ შემთხვევაში ადამიანი არის უბრალოდ ინსტრუმენტი, აღმასრულებელი ორგანო. ამიტომაც მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ განხმოვანებელი ვარ, პოსტალიონი და არაფრის დიდებით შემოქმედი, ან ავტორი, ან მით უმეტეს განმახორციელებელი, ანუ მატერიალიზების ავტორი იმ საქმისა, რაშიც ჩემი გული და გონებაა ჩადებული. უბრალოდ ვახმოვანებ. ეს რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობაა და
დიდ სიფაქიზე სიფრთხილეს მოითხოვს ჩემგან, მაგრამ ამას ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ასეა, ვეყრდნობი რა ბერ ნიკოლოზის ამ წერილობით მითითებებს. ამიტომაც, როდესაც თქვა ობიექტივის ეთერში გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ საჭე აქ არის, ღერძი აქ არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გულისხმობდი ამ საჭისა და ღერძის წმინდა წარმომავლობას, ქართული სახელმწიფოს წმინდა წარმომავლობას, წმინდანთა ჯაჭვს და არაფრის დიდებით საკუთარ თავს. და საკუთარ თავს ვიმეორებ მხოლოდ გამხმოვანებლად მოვიაზრებდი და მოვიაზრებ. ამიტომაც იქ, როდესაც ვიჯექი, ვთქვათ, ობიექტივის ეთერში, უხილავად ჩვენთვის ყოველთვის ის სავარძელი, ეს სავარძელი იყო, ეს წითელი სავარძელი ბერ ნიკოლოზის ნაჩუქარი, წმინდა საჩუქარი, რომელიც შეიძლება იქ არ იდგა, მაგრამ უხილავად ჩვენთვის შინაგანად ყოველთვის იქ იმყოფება, სადაც ვცდილობ, რომ აი ეს ნააზრევი, ნაფიქრალი, თუმცა ჩემ ნაფიქრალს და ნააზრევს ამას ვერ დავარქმევ, რადგანაც ბერმა დამიწერა გარკვევით, შენი ჭკუ არ მჭირდება, მაგრამ მაინც ხომ გადავცემ აი ასეთ ფართო აუდიტორიას და მათ შორის ტელე თუ ინტერნეტ მაყურებელს. და აი ახლა, როდესაც ასე ვთქვათ, ეს უღელტეხილია, მოვაკითხე ისევ ჩემთვის წმინდა საგანს და სიმბოლოს ჩვენი ურთიერთობისა, მთავარ სიმბოლოს, აი ამ წითელ სავარძელს, საიდანაც მე, ასე ვთქვათ, დავიწყე თქვენთან ურთიერთობა და საუბარი, უფრო ხმამაღალი და უფრო თუ შეიძლება ასე ითქვას, მაღალ ტონში და ამავე დროს ღრმა, როდესაც მე ვთქვი, რომ აი ეს არის მე ვთქვი კი არა, ეს ნამდვილად ესეა პრაქტიკულად ბერ ნიკოლოზის ნაჩუქარი სავარძელი და აი მოვაკითხე ისევ ამ წმინდა საჩუქარს და აქედან მოგმართავთ თქვენ. რა თქმა უნდა, ეს გამოწვეული არის, განპირობებული არის იმით, რომ რაღაცა წყვეტა მაქვს ტელემედია ობიექტივთან და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ამ მედია კავშირს, იმიტომ რომ მან მომცა მეუფლება, საშუალება, ასე ვთქვათ, ბევრჯერ მithქვამს ეს მადლობა ობიექტივის ეთერიდან და დღესაც გავაგრძელებ, რომ მან მომცა მე საშუალება მიმემართა ფართო აუდიტორიისათვის, დამემყარებინა კავშირი და პირადად ქალბატონ ნინო რატიჩუც მინდა უღრმესი მადლობა უთხრა მის ღამის სტუდიას, ყველა ჟურნალისტს, ვინც იქ მოღვაწეობს, რომ მათ მომცეს საშუალება გარკვეული დროის განმავლობაში ქონოდა ურთიერთობა აუდიტორიასთან და ქონდა კიდეც ეს ურთიერთობა ძალიან თბილი, ძალიან ღრმა, ძალიან შინაარსიანი. მაგრამ აი შემოვიდა პოლიტიკურ თეატრში სალომე ზურაბიშვილის ფიგურა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის და ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, შეიძლება სამუდამოდ, შეიძლება ფრაგმენტულად, არ ვიცი, ამას დრო გვაჩვენებს, გაწყდა, იმიტომ რომ მე ვერ გავიზიარე, ვერ მივიღე მედია კავშირის და რა თქმა უნდა პატრიოტ ალიანსის ფორმულა და ეს მხოლოდ პატრიოტ ალიანსის ფორმულა არ არის, ეს არის მთლიანად სისტემის, ასე ვთქვათ, ნაწილის ფორმულა, რომელიც ხელისუფლებაშია და იგულისხმება, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებაც და პირველ რიგში ქართული ოცნება და ბატონი ივანიშვილი პირადად, რომლებიც ამბობენ, რომლებმაც მოიტანეს ფორმულა ასეთი, რომ ოღონდეს არა, ანუ რა, ნაციონალური მოძრაობა არ მოვიდეს, ოღონდ არ მოვიდეს, ოღონდ არა ნაცებს, ესე რომ ვთქვათ, და მაშინ სალომე. ანუ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა შეიძლება ასე ითქვას, იძულების ფორმულით არის მოსული. ოღონდ ნაცები არ მოვიდეს და მივცეთ ხმა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. რა თქმა უნდა, პროცესის თვალსაზრისით ეს გასაზიარებელი ფორმულაა, პროცესის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის როგორც ორგანიზაციის დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში არ არის მართებული, არ არის სწორი და არ მოუტანს სახელმწიფოს პოზიტიურ შედეგს და საერთოდ მე ვთვლი, რომ ეს ფირფიტა უკან ვერაფრით ვერ დატრიალდება,
ყოველთვის თვლიდი ასე და ვიმეორებდი ამას განუწყვეტლივ ეთერში წლების განმავლობაში, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც მართველი ძალა ქართულ პოლიტიკურ თეატრში უბრალოდ იმ მიზეზით ვერ დაბრუნდება, რომ ეს ენერგეტიკა, აი მიშას ენერგეტიკა უკვე პოლიტიკურ კონტექსტს არ ჭირდება, აი ეს ბრაზი, აი ეს რიცხვა, აი ეს რევოლუციური პათოსი, ურაპატრიოტული, მე ვიტყოდი, ფსევდოპატრიოტული, რამაც ჩვენ კატასტროფული შედეგები მოგვიტანა. და ეს გამორიცხულია, რომ მომხდარიყო, ამიტომაც ვთვლი, რომ ეს ფორმულა მაინც იყო ზაკრული ფორმულა. ანუ ნაცები რომ არ მოვიდნენ, ამიტომ სალომე ეს არ არის სწორი ჩემი აზრით და მისაღები, რადგან მოიცავს იძულებას. როდესაც შენ რაღაცას გაიძულებენ, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე ამ იძულების სქემაში ჯდები, ანუ ემორჩილება შენი ინდივიდუალური გონება, შენი ინდივიდუალური ცნობიერება, შენი გული მათ შორის, არა მხოლოდ გონება, რაღაც იძულებას. ხოლო როდესაც ადამიანი იძულებით მოქმედებს, ის უკვე აღარ არის თავისუფალი და ხოლო როცა ადამიანი არ არის თავისუფალი, ის უკვე ვეღარ ვითარდება. აი სად არის მოჯადოებული წრის გასაღები, როდესაც შენ რაღაცას გაიძულებენ, შენ არ ხარ თავისუფალი, ხოლო თავისუფლებას მოკლებული ადამიანი უკვე ვეღარ ვითარდება, ვეღარ მიდის სრულქმნისკენ, ვეღარ მდინარებს, როგორც ცოცხალი მოაზროვნე ფენომენი. ამიტომაც მე ეს არ გავიზიარებ. თუმცა გაგებით ვეკიდები ვთქვათ პატრიოტთა ალიანსის პოზიციას, იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ორგანიზაცია, ამდენად ის დაკავშირებულია სტრუქტურულად, იურიდიულად, ფინანსურად და ასე შემდეგ სხვადასხვა ზაფებით სისტემასთან და მას აქვს გარკვეული იძულება და ვერასოდეს ინდივიდული, თქვათ ლაზარე ზაქარიაძე, ვერ უბრძანებს რომელიმე ორგანიზაციას და ვერ მოსთხოვს და მით უმეტეს ვერ უბრძანებს, რომ მან თავისი პოზიცია, ასე ვთქვათ, მოარგოს მის ინდივიდუალურ ნებას სურვილს და თუნებავთ ხუშტური დავარქვათ ამას. თუმცა ეს ხუშტური ნამდვილად არ იყო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ პროცესის თვალსაზრისით მინდა ტელემაყურებელს უთხრა, რომ ქონდა მცდელობა ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციის და ეს კომუნიკაცია რო შემდგარიყო, მე შეიძლება სხვა პოზიცია დამეჭირა, ასე ვთქვათ, სხვა ტაქტიკა ამერჩია, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მე მაშინ ჩავთვლიდი, რომ ქალბატონი სალომე, ანუ საქართველოს ქართული სახელმწიფოს ნომერ პირველი ერთ-ერთი იურიდიული პირი, საპრეზიდენტო პოზიციაზე მდგომი, უთმობს ქართულ სახელმწიფო სააზროვნო ვექტორს თავის ტერიტორიის თუნდაც მცირე სეგმენტს საინექციოდ. ანუ ის მზად არის, რომ მიიღოს ის, როგორც დღეს ამბობენ, ნარატივი, რომელსაც მე 2 წლის განმავლობაში თავაზობდი ტელემაყურებელს, ფართო აუდიტორიას და რომელსაც მე ქართულ სახელმწიფო წმინდა წარმომავლობას უკავშირებ. მაგრამ მან რახან ეს კომუნიკაცია არ ინება, ამდენად ჩემთვის ეს ქალბატონი არის აბსოლუტურად მიუღებელი პროცესის თვალსაზრისით. მაგრამ ის მიუღებელია ასევე თავისი, ასე ვთქვათ, სააზროვნო ნარატივებითაც, როდესაც ამბობს და მე ეს გავაჟღერე უფრო ადრე გადაცემებში, საუბრებში ქალბატონ ნინოსთან, როდესაც ამბობს და საერთოდ თვლი, რომ ამ ქალბატონის, ასე ვთქვათ, გაპრეზიდენტება მხოლოდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს, თუნდაც იმიტომ, რომ ის ამბობს, რომ მისი მასწავლებელი არის ბზეჟინსკი, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადახედოს, ასე ვთქვათ, თავის შეხედულებებს, თავის მიდგომებს ბზეჟინსკისთან, სოროსთან და ასე შემდეგ დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ის მაინც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ სახელმწიფოებრივ პოზიციებზე დგას და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება და პირველ მის ნაბიჯებშიც გამომჟღავნდა, როდესაც მან თქვათ განაცხადა, რომ ის იქნება ერთგვარი შუამავალი და ამხსნელი საზოგადოების თუ რა მნიშვნელობა აქვს, თქვათ, კანაფის კულტივიზებას და ასე შემდეგ და ადამიანის ახალ უფლებებზეც ჩამოაგდო სიტყვა და ეხლა ხან აპარატი როცა შეიქმნა, ჩვენ ვიცით, რომ თქვათ, გენდერული მიმართულებით მის აპარატში მრჩეველი წყავს და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური პოზიციაა,
მაგრამ ძალიან მყარი, მე ვთვლი რომ ქართულ სახელმწიფოს პრიორიტეტულად ქართული ისტორიული ფესვებით ნასაზრდოები ხედვა უნდა კონდეს და მის პირველ იურიდიულ პირს ქალბატონ პრეზიდენტსაც. ამიტომაც საერთოდ მინდა ერთი რამ დავამატო, როდესაც მე ვამბობ, რომ ქართული სახელმწიფოს წმინდა წარმომავლობა ვამახვილებ ყურადღებას ბერ-ნიკოლოზის ნაჩუქარ წმინდა სავარძელზე ჩემთვის, წმინდა და ყველასთვის წმინდა, ვინაც ბერ-ნიკოლოზის რეალურ და ნამდვილ მადმოსილებას და შესაბამისად ძალმოსილებას ხედავს. არ მინდა ისე გამიგოს ტელემაყურებელმა და ამას ხშირად უსვამდი ხაზს, თითქოს ამ ხაზის ავტორი ან შემოქმედი მე ვარ, ან თქვათ რაიმე, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი ქმნის, შექმნის, განვითარების და თუნდაც განხორციელების თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ ვარ გამხმოვანებელი. და ესე ნახევრად ხუმრობი და ნახევრად სერიოზულად პოსტალიონიც დავირქვი. იცით რა არის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქაც რა თქმა უნდა არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგანაც გახმოვანება დღეს ვერბალური მხარე ძალიან ბევრს ნიშნავს. აი რატოა რომ ქალბატონი პრეზიდენტის პოზიცია მართალია იურიდიული ინსტრუმენტალიკის თვალსაზრისით არის ძალიან შესუსტებული, მაგრამ ვერბალურად მას ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვიერად. მას შეუძლია გააკეთოს განცხადებები მსოფლიო დონეზე, საერთაშორისო დონეზე და ეს განცხადებები იქნება მიღებული და აღქმული მსოფლიო საზოგადოების მიერ, როგორც ქართული სახელმწიფოს პოზიცია. ასე რომ ქალბატონ სალომეს განა პატარა ძალა აქვს ამ თვალსაზრისით დღეს, როდესაც ვერბალური რას ნიშნავს? სიტყვა, ანუ სიტყვას აქვს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სიტყვა, რომელიც იკვებება ზეციური ენერგეტიკით, ანუ ნამდვილი სიმართლით, არის გამრღვევი. აი გამრღვევის ცნება რო შემოვიტანე, თქვათ მედია ობიექტივში, მე რა შემოვიტანე, თვითონ მედია ობიექტივიც იყო გამრღვევი თავის დროზე, როდესაც კადრები, ასე თქვა, გაასაჯაროა წამების კადრები, მაგრამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას, რომელიც არსებითია. აი ხშირად რომ ვიმეორებ, ვატარებ ნიშნავს აქვს ძალა, ნიშნავს აქვს გარღვევის ძალა, მაგრამ თუ კი შენ კრიტიკულ მომენტში იძულების ფორმულას დაემორჩილები, ანუ იტყვი რომ აი სისტემამ შემოგთავაზა ფორმულა, ნაცები რომ არ მოვიდნენ, ამიტომ სალომე და ამიტომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერ მხარს, შენ უკვე გამრღვევის ძალა არ გექნება. ჩემი აზრია ეს სუბიექტური, იმიტომ რომ შენ სიმართლეს უღალატე. შენს პირად სიმართლეს, ინდივიდუალურ სიმართლეს, შინაგან სიმართლეს და ანაცვალე მას, თქვათ, ორგანიზაციული, პოლიტიკური, პარტიული თუ სტრუქტურული სისტემური მიზნები. სხვათა შორის, ამ ხრივ მინდა მადლობა უთხრა ბატონ გოჩა ჯოჯუასაც, იმიტომ რომ მე ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ვარ, წევრი ვარ და მან, ასე ვთქვათ, დამიტოვა ის შინაგანი თავისუფლება და ის ჩემი ტერიტორია, რომ მე ვიყო ბოლომდე წრფელი და მართალი და თქვათ ორგანიზაციულ ინტერესებს და მიზნებს არ ვანაცვალო ჩემი პლას. მე მხედველობაში მყავს ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ხელმძღვანელი და ჩემი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ანუ დღევანდელი ჩემი გამოსვლა შეიძლება ცოტა სუმბრულად მოეჩვენოს ტელემაყურებელს, ცოტა ასე ვთქვათ ღერძი ვერ იგრძნოს და ვერ განიცადოს, რა ვთქვი. ამიტომაც პატარა რეზიუმეთი დავასრულებ, ვიტყვი რომ ადამიანებმა, რომლებმაც არ მიიღეს იძულების ფორმულა, იქნებოდა ეს პოლიტიკური ფიგურა თუ უბრალოდ მოქალაქე, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის მოსვლის საშიშროების გამო უნდა მიგვეცა ხმა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთვის, დაიტოვეს ძალიან დიდი ძალა მომავლისთვის და ეს მომავალი ძალიან ახლოს არის, რომ მათ, ასე ვთქვათ, შერღვევა მოახდინონ სისტემის ამ გაუგებარ, მე როგორც ვუწოდებ, ბოროტ ბუნებაში, რომელიც ათასგვარ
მზაკრულ ხლარტებს გვთავაზობს იმისთვის, რომ გააგრძელოს თავისი არსებობა. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ სახელმწიფო პოლიტიკურ იურიდიულ სივრცეში შემოაბიჯა სწორედ ბატონ მიხეილ სააკაშვილის წყალობით და მეუხებით. და შემდეგ მათი პირადი ამბიციები დაეჯახა ერთმანეთს, თორემ მანამდე ხო ქალბატონი სალომე არ იყო სახელმწიფო პირი, ანუ რა გამოდის? ბატონ მიხეილის ხელდასხმული სალომე ზურაბიშვილი მოვიდეს უნდა, იმიტომ რომ ბატონი მიხეილი აღარ უნდა დაბრუნდეს. ეს არის ძალიან, თუ ჩვენ ღრმად შევალთ არა ამ ფორმულებში, ისეთ ლაბირინთში აღმოჩნდებით, ისეთ გაუგებარ ქსელში, რომ ნეფსით უნებლიეთ დაგვებადება კითხვა და მაშინ ვინა ვარ ჩვენ? პირადად მე ვინა ვარ, ან სხვა ქართული საზოგადოების წევრი, მოქალაქე, ქართველი თუ არა ქართველი, სად არის მისი ნება, სად არის მისი შინაგანი თავისუფლება? დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.